მოგესალმებით. სახლში ვარ. კვერა. რომელი საათია სოსო? საათი რომელია? 12. ნუ, სახლში რო ვარ, საოცარი. ხო, რა. ისმის, ოღონდ ძალიან შორს. ალბათ ეს ეგრეა ხოლმე. მოკლედ, როგორ შემიყვარდა ეს სიტყვა მოკლედ. ადრე ვიძახდი ხოლმე ბავშვობაში კაროჩეს. ნუ ეხლა კაროჩეს ხო ჯობია ის რომ მოკლედ თქვა. ქართულად მაინც მოკლედ. დღეს მოვიხარში. რასაც ქვია მოვიხარში. თან გავიღვიძე თავის ტკივილით. თავი მტკიოდა. არ მინდოდა წასვლა, წარმოიდგინეთ როგორია, როცა თავს ვერ ვგზნობ ისე კომფორტულად. რაღაცნაირად განწყობაც არ გინდა რომ სახლში იყო. აი ხო არის რომ რაღაცნაირად გინდა რომ შენ თავს დავუთმოდ, რომ ნუ ეხლა არ დაემთხვა დასვენების დღე, თორემ აი იქნებოდა. ხო და მივედი სამსახურში, ეს თავი მტკივა. ვიფიქრე, ნუ ჩემი ხასიათი რომ ვიცი, დიდი ხანი ვიცდი, რომ გამივლის. ნუ ანუ ველოდები რომ გამივლის რა თვითონ. არ მიყვარს სწავლები, იცით, ჩემმა ძველმა მაყურებლებმა, გავამწერებმა, მეგობრებმა. რომ სწავლებს დიდად არ ვეტანები. ზოგს მართლა უყვარს, აი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით სიყვარული აქვს ტაბლეტების, სწავლების, რა ვიცი მე. ხო და ნუ ველოდები მეთქი გამივლის. ახლა მოხდა ისე სამსახურში, რომ ისეთი რაღაცა რაც ადრე იყო ჩაფიქრებული, ანუ ეს არის დიდი მაცივრის გადაადგილება, გადმოადგილება, ნუ მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი უბორკასავით რა. უბორკა უნდა გაკეთდეს. თავისთავად ახლა ამ ხელა რაღაც საქმე კეთდება. საყინულე დიდი მაცივარია, ის უნდა დაძრან ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანონ. ნუ ახლა ბიჭებმა გააკეთეს, გამოიტანეს ყველაფერი, ახლა გასაწმენდია ხო ყველაფერი, ნუ დავტრიალდით ახლა. დავწმინდეთ ახლა მე თან დავტრიალდი არ ქვია. მე მოძრაობ სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ზომბივით. დავდივარ ზომბივით. კი, ვაკეთებ საქმეს, მაგრამ ისეთი შემართებით არა, როგორც მჩვევია ხოლმე, იმიტომ რომ ენერგია დაქვეითებული თავის ტკივილი, ნუ ერთ სიტყვით როგორც იქნა ჩავამთავრეთ რა და ნუ მეთქი ხო თან მე საათს რო ავხედე საათიც ისეთი დრო იყო რომ ვიფიქრე შეიძლება მომშივდა და მაგიტომაც ტკივა თქო თავი რომ მქონია რომ დილას ვიღვიძებ რაღაცა იქ უჭირო ილანძღება რამე მომეციო რა მომატყუე მაინცო და ხო და ესეთი ამბები არა საჭმელის მივირთე, არა, მაინც არ გაჩერდა თავის. კარგი ხანი მტკიოდა თავი. თან მე ესე უკვე მკვეთრად არა, ანუ პრუც და მაგრამ ცუდ ხასიათზე რომ გაყენებს რა, აი დანაპირს არ გიხსნისო რა, აი ესე ვიყავი, გატრუნული. ამ ბოლო ხანებში როცა თავს ვერ ვგზნობ კარგად, ვიცი ხოლმე დამუნჯება. და ვარ ჩემთვის შუმად, ანუ ჩემთვის ვიტანჯები, არავის არ ვაწუხებ. ადრე ვიყავი საშინელი ხასიათი მქონდა, პატარა რაღაცა ვერ ვიგზნობ თავს კარგად, ისეთი პანიკებს ავწევდი, ყველას ვაწუხებდი, მე კი ესე ვარ, ცუდად ვარ, ესე რატო ვარ, მოკლედ. ხო იცით, წლები თავისას შვება რაღაცებს სწავლობ. ვისწავლე უბრალოდ ის რომ აზრი არ აქვს. იხუნავე. თავდაყირა დადექი, რაც მოსახდენია უნდა მოხდეს. ვერ გაექცევი. ცუდად ხარ, ანუ ცუდად უნდა იყოს, ესე იგი უნდა იყოს. არ უნდა იყოს ცუდად, ისე არ უნდა იყოს ცუდად. ნუ აი ესე ვუყურებ რა, მარტივად. მართალია ხა რა, სასიამოვნოა ხა, როცა ცუდად ხარ. ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, მოკლედ აი ძალიან დავსუსტდი, უცბად აი შინაგანად დავსუსტდი, ვგზნობ რომ ჰაერი არ მყოფნის, ვერ ვსუნთქავ.
ხელები, ფეხები მიკანკალებს, რაღაც აი უკვე ცოტაც და აი სული რო დატოვებს სხეულს რა ესე ვარ და არ დაუბნეო ეს რო ადრე დამართო და ხო წარმომიდგენია რა პანიკები მექნებოდა. არ დავიბენი. საცუდავი საწყალები და ზეავდექი ჩემთვის ჩუმად კანკალ და ფეხები მიკანკალებ და დავწექი. ვალიდოლი ამოვიდა ენის ქვეშ და მოვიკუნდე და ველოდებოდი რომ გამივლიდე და მართლაც გამიარა. და ხო მჯეროდა რომ ანუ უკეთესად ვიქნებოდი. ხო, ესეთი რაღაცები არის. ნუ ხა თუ ცუდად გავხდებოდი უარესად, ნუ ესე იგი ესეც იყო საჭირო. ნუ ამას ქვია აი მინდობილი მართლა ყველანაირი მნიშვნელობით მინდობილი გავხდი. ახლა მთად ალბათ ძალიან ცუდად რო იყო, არ ვიცი. მეთქად ამგარეს არ ყოფილა ესე. თორემ ნუ მაინც მორჩილი გავხდი ესე ვთქვათ. მორჩილი. სოსო ის ძირს რო გდია იცი საფერფლე გადმოვდა კატა. სტუმრის საფერფლე მაქვს იქით მიდევს დივანთან. აი ეს აქ საკრავი მანქანაზე რო იყო. ძირს არის. მან რა სიყურები შვილ აქეთ არის. კაი ვერ დაინახავ საფერფლე გდია ძირს მეთქი. საკრავ მანქანაზე იყო. ხო, კიდევ კაი არ გატყვა. შეიძლება გადახილ საჭმელზე გაიგე აქედან ხედა. ხო და არა საფერფლე გდია თქო. ნაუშნიკები უკეთია. ხო და ეს მე ავდექი მაინც მეთქი რას ვიტანჯები ანალგინი დავლიე. დავლიე ანალგინი და დღეს მთელი დღე აი ეკონომ რეჟიმით ვმუშაობდი რა აი ეკონომიურ რეჟიმზე ვიყავი ჩართული. იმიტომ რომ მე ცოტათი მეტი ანუ ძალა რო დამეტანა ჩემი თავისთვის არ ვიცი მე. იმიტომ რომ თან ჩვენთან კონდიციონერი არ არის, არანაირი ესეთი ეს არ არის პირობები, რომ ისე ცხელა, აი გარეთ რო ცხელა, ხო? აი 10 ჯერ გაამრავლეთ, გარეთ ნიავი მაინც მოძრაობს, ხო? ახლა ვერ ვიცოდვილებ ვენტილატორი გვაქვს დიდი, მაგრამ ეს ვენტილატორი ატრიალებს იმავე ჰაერს რაც არის, ხო, თავისთავად ვერ გააციებს და ვერაფერი. ღუმელი ჩართული ახლა სამზარეულოში თავისთავად და ვეძებ ხოლმე გრილ ადგილებს რა ერთი ადგილი ვიცი იქ ჩერდები ხოლმე ცოტა ხანი ანუ დარბაზში მთლად რო არ შედიხარ აი იქ არის და ხანდახან გავჩერდები ხოლმე ალბათ ფიქრობენ გიჟია რა უნდა აკრას რას დგას რატო დგას ამ დროს ფეხებში აშკარად გრძნევ ხოლმე რომ გრილი ნიავი მიბერავს ხო და ესე ხვალ უნდა გავიდე დილას ადრე დედაჩემთან რაღაცა ტანსაცმლები უნდა წამოვიღო ანუ სამსახურამდე რა და ნახოთ ხო ხვალ მუშაობ და მე ვისვენებ 3 დღე როგორ აი მაღიზიანებს აი არატანა მაქვს იცით როგორი ადამიანების აი როგორ თქვა რო გაიგებენ რომ უცხოელია რო გაიგებენ რომ რაღაცა ანუ სტატუსის და ეროვნების და უცხოელობის იმითი რომ ასე ვთქვათ აი მოდით ასე ვთქვათ ჭყალებში ეპათხალიმებიან აი ესეთი ადამიანები აი ძალიან მახისიანებს რა აი მინდა ხოლმე მივახჩო როგორ არ მიყვარს აი დაილოცოს ყველა გულწრფელი ადამიანი და უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი აი ძალიან ესეთი კუდის კიცინები და ისინი აი ნერვებს მიშლის რა ეხლა საიდან გამახსენდა რაღაც ესეთი ვამჩნევ ხოლმე ესეთ რაღაცებს ქუჩაშიც
დამოკიდებულებას ახლა ხო ძალიან ბევრი ტურისტი დადის, ძალიან ბევრი უცხოელია, ძალიან ბევრი მოკლედ სპატომელები და ქართველების ასე ვთქვათ ესეთი პათხალიმური მიდგომა და არა მარტო უცხოელები მე ვიცი მაგალითად რო გებულობენ რომ შეძლებული ფულიანი კაი ოჯახის და რაცა და სხვანაირად რო იქცევიან მათთან აი ეს კიდე მაცოფებს რაღაცნაირად აი ისეთი დაბიო ჩანს ესეთი ადამიანი ისეთი საცოდავი თუ არ ვიცი აი რა დავარქვა ადრე ძალიან ხშირად ყოფილა ჩემს ცხოვრებაში აი რო უყურებ ადამიანს რომელსაც იცნობ და სხვა რაკურსით რო ხედავ აი რაღაცა უცბად ისეთი ხდება რაღაცა რა შემიძლია ოღონდ კი რაღაცა არ ვიცი ეს ხასიათის ბრალია ჩვენი ხალხის თუ გაჭირვება მოიტანა რა ვიცი ახლა მეც ყოფილვარ გაჭირვებული მე თუ არ ყოფილვარ ყოფილა გაჭირვებული მაგრამ არასოდეს არ მიქიცინია კუდი და კუდის ადამიანს რას აკეთებ გაფი ნუ ალბათ რა ვიცი მე ვერ შევძლებდი ესეთ რაღაცას შეიძლება მე აი ვთქვათ მოვიხიბლოდა ღვთოვანდე უნიჭიერესი ადამიანი აი გენიალური აზროვნებით ანუ ვთქვათ მწერალი ან მსახიობი ან რაღაც ესეთი შეიძლება აი სიხარული გამოვხატო მაგრამ აი არ ვიცი ესეთი რაღაცა არ მიჩვევი შენ სოსო შეგიმჩნევია აი ქართველები რომ მაგალითად უცხოელებს რომ ძალიან განსაკუთრებულად რო ექცევიან და რო ეპათხალიმებიან ხოლმე. იო. ძალიან დამამცირებელია ჩვენი ერისთვის ესეთი საქციელი. აი თითქოს რაღაცა ფინანსური იმის გამო ყველაფერს ვკადრულობენ და ძალიან ბევრია ესეთი აი მე ვარ ვიცი რა გააფირისტებულია ხალხი გაძაღლებული ყველა სათავისოდ რაღაცას ცდილობს განამე არ ვფიქრობ ჩემ თავზე ჩემ შვილებზე მაგრამ ესე როგორ უნდა დაეცე და ესე როგორ უნდა არ ვიცი რა აღარც ღმერთი და აღარც არაფრის არ გწამდეს და შუბლზე ძარღვი გაიწვეთო ერთი ფილმი მახსენდება ფილმიც არა რამოდენიმე სერია სხვათა ძველი ფილმია ამერიკულია რომელიღაცა დიდგვაროვან ქალზეა ანუ ფილმი იწყება რომ ჯერ პატარა როგორ ისხდება რომ მეგობრები არ ყავს და გარიგების ის რო ხდება რა ხო იცით ეს მაღალ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მომენტი იყო ადრე ყოველ შემთხვევაში და საქართველოდან იქ არის ნახსენები რომ საქართველოდან ანუ აი როგორ თქვა რუსულად არის სვადეცოთ როგორ არის ანუ თავის კანდიდატურას რო თავაზობენ როგორაც ესე ხო და ერთი ეუბნება თვითონ ამ ქალს რომელიც უნდა გათხოვდეს რომ ეს ის იმ ქვეყნიდან არისო სადაცო რამოდენიმე ძროხაო და ისაო და ესო ყავს უკვე მდიდრად ითვლება ანუ რაღაცნაირად ისეთი და როგორ ვთქვათ გაბანძებული თუ რაღაცა იყო ამ ფილმში ეს არ მესიამოვნა ესე გულზე მოხდა მეთქი რატო მეთქი ესე რატოა საქართველოს მოხსენიებული თუ მაგრამ უცხოელები ბრმები კი არ არიან შეიძლება გაგიღიმონ თავი დაგიქნიონ მაგრამ აი ესეთი მას კუდის კიცის და პათხალიმობას განავერ ამჩნევენ წავლენ მე და თავისიანებს ეტყვიან რომ აი საქართველოში ვიყავი და იქ ესეთი ხალხი ცხოვრობს
აქ კი პირში გაგიცინებენ, შეგაქებენ ისინი წაგეპათხალებიან და დასკვნებს გააკეთებენ ისეთ როგორცაც რასაც ფიქრობენ სინამდვილეში. და ეს არის სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის ერთეულები რო იყოს კიდე ხო ძალიან ძადმინდი სამხედრო ნაბიჯებით მოაბიჯებდა აქეთ. ეს არის ხოლო რუსები აწვევენ ცხელა მეც ახლა არ გამიხდიეთ ხა ეს მქონდა გახდილი ზედა და რა ქვია მას სპორტული ის რო არის ბიუსფალტერი ქვია თუ რა ვიცი რა ტოპი როა სპორტული მაგიმაცია ხოლმე იმიტომ რომ ძირს ლიფი გამოუცხადე პროტესტი რა ვიცი ეს ვიღაცამ თქვა კიბოსაჩენს ეს რკინებიო და არ არისო სასურველიო და უკვე დიდი ხანია რაც აი ესეთი ტოპებს ხმარობ რა სპორტულ ტოპებს ქონდა ესეთი მაიჩნის რო ეძახიან შავი ადრე ეს პირველი იყო მე მგონი მე ეტაპობრივად რაღაცებს ყიდულობდი ზოგი იყო თხელი ზოგი ის ნუ ციტყვით განვაახლე კიდე ამ ბოლო ხანებში და ნუ ხანდახან არის ხოლმე მაგრამ რკინები მაქვს მოხსნილი და აღარ მიყვარს აი ლამაზები კი არის მაგრამ შიგნიდან გაცვია ვის რა სჭირდება ის ლამაზი ხო და დავრია ჯამთელი იყო ადამიანი რასაც დაწვა ესა კაფე აი ეს გაიშართა ეს მუცელზე და თავი აქ დაფრთხილებული ესე გაფუში გაფი ახი კი არის ინძრევა ხო და ეს ხო ანუ ტოპი მეჩათქო და მე ეს გადავიჩი უცბად რაც ხელში მომხდა ყველაფერი ზემოდან მიყრია მე ხო კომოდი არ მაქვს ეს ფიქრობდი რომ ვიყიდოთ ხო მასალა მგონი ისე ვატყობ უფრო ძვირი დამიშნება ისევ რომ ცა ვიყიდო ეგ ჯობია მაგრამ როდის ახლა მაქვს გეგმაში ანუ 21-დან მოდი ესე ვთქვათ 21-დან უნდა ჩაირიცხოს YouTube ხელფასი და უეჭველი აი რა უნდა მოხდეს ყიდულობ კარებს დომინოში მივდივარ ვიღებ ზომებს ყველაფერი და არ ვიცი მე გავაკეთებ თუ თვითონ მოყვება კარებს ხელოს მოყვება ესე კომპლექტში ხო და ნახოთ რა იქნება როგორ იქნება უბრალოდ სადა თუ რამე მე დეკორირებას მე გავუკეთებ და ისეც გავხდი თან მე ხო მიყვარს ეს ლოფტის სტილში რაღაც ეს ბრუტალური რაღაცები და ნახოთ ლოფტი საერთოდ დიდ ფართს უხდება მე არ მაქვს ახლა აქ ისეთი დასაქანი თორემ ძალიან ბევრი კაი რაღაცას გავაკეთებდი ხო თან უბრალოდ ჯოშუას ეძიტა რაც გადაცემა იყო ეს ხო მე მაქვს გეგმაში საბაზანოში მინდა მე თვითონ აღარ მინდა არც ხელოსანი არაფერი მე თვითონ უნდა მივხედო იქ ყველაფერს რაც დასასრულებელია მე თვითონ დავასრულებ ლაიფჰაკებით რაღაცები მოვიფიქრე ეხლა ისეთი მასალებია და ისეთი საშუალებებია რომ მთავარია დრო და ენერგია და მონდომება გქონდეს აი რო არ ემთხვევა ხოლმე დასვენების დღეებში ხანდახან არ ემთხვევა ხოლმე განწყობა საშინელება როცა არ ემთხვევა გინდა რომ აი დასვენების დღეებში რაღაცა ნაყოფიერად რაღაცა მაინც გააკეთო აი მაგალითად ჩემი ხელნაკეთი რაღაცა ნივთების დამზადება მაგრამ ხანდახან არის ხოლმე საერთოდ არ მაქვს მაგის განწყობა და ხასიათი აი მინდა ხოლმე რომ მუთაქასავით ვეგდო და ან მეძინოს ან ვისვენებ არაფერს არ ვაკეთებ ხო მოკლედ ესეთი ამბებია ერთი სახალისო ეს მაგ საქანელა ხო თამარ და წვევი კიდევაც ხოლმე გაჩვენებთ ახლა დემონსტრირებას გავაკეთებ ადრე მე მგონი გაჩვენეთ
აქ ვფიქრობდი მეთქი ასე ავსბორავ თქო და გავუყრით რამეს რა ესე თავისუფლად მაგრამ იყოს როგორც არის იმიტომ რომ შეიძლება მოგვიწევს ბუნებაში გასვლა და არა სოსო იმას ნაუშნიკები აქ არ ესმის აი ასე მეგობრებო რა კარგია მიკროფონი ჩართულია ხო კი აი ახლა თუ ჩამეძინა ისე სამსახურშიც გვჭირდება ესეთი რაღაც არა იფუხი გვჭირდება იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ისე მოვითენთებით ხოლმე არა პრინციპში მოითენთები აბა ისეთი სიცხეა ხოლმე გამორიცხულია რომ არ მოითენთო წნევა გივარდება მითიშული ხარ სულ თქვა ნელდება ამ სიცხეში ხარ ჩახუთულია პარნოის რო ეძახიან აი ღუმელში რო შეყო თავია ესე და გინდა არ გინდა თვალები ძალიან გეხუჭება და ხან რავი ხან წყალს ვავ ტყინულებით ხან წყალს ვისხავ ხოლმე და რა ვიცი არაფერი არ შვენის 21 საუკუნეში კონდიციონერი არის საჭირო ველოდებით უნდა დააყენონ მაგრამ მგონი თუ სწორედ გავიგე მხოლოდ კლიენტებზე ზრუნავენ და კლიენტებისთვის დააყენებენ ჩვენზე არა ჩვენ ვენტილატორით გეყოფათ თქვენო ანუ ცხელი ჰაერი ატრიალოს თანამშრომელმა თუ ხარისხიანად არ იმუშავა და არ იშრომა და საქმე არ გააკეთა და თან მით უმეტეს ესეთი გამოთქმა არსებობს რომ კმაყოფილი თანამშრომელი წარმატების საწინდარეა ხო და ალბათ არიცი ამას ხო ну რას ვიზამთ ფიქრობ სამსახურის შეცვლას ვფიქრობ იმიტომ რომ უკვე მომაბეზრებელია ხელფასის დაბალი პირობებიც საშინელი ანუ საშინელს იმას ვიძახი ზაფხულზე ხა მე ორნაბიჯი კიდევ წუწუნები ორნაბიჯი კონდიციონერი მაინც იყო და ზაფხულში ფაქტობრივად 60-ში ვიყავით სიგრილე იყო და ზამთარში კიდე თბილად ვიყავით ну ეხა იყო ხოლმე იქაც რაღაცები ეხა კარებთან როცა იყო სალარო და წარმარა რო აღებდნენ ცივინიავი ფეხებში მიბერავდა ხოლმე და ძირითადად ნორმალური სიტუაცია იყო ხო და ესე მეგობრებო არ ვიცი ისევ ალბათ ახლოს სადმე მე ხო შორს წამსვლელი არა ვარ ჯერჯერობით აი სოსო რომ წამოიზრდება ესე 15-16 წლის რო იქნება მე უკვე ცოტა მოშორებითაც იმიტომ რომ მინდა რომ უკვე დამოუკიდებლად დაიწყოს ასე ვთქვათ გადაადგილება ეხლა არა წელს ანუ ამ წელს არა იმიტომ რომ სურთული აქვს ასაკი შარიანი ასაკი აქვს ის არის გარდატეხის ასაკი ხა სოსო კი არის დინჯი წყნარი და კონფლიქტო მაგრამ ყველა ესეთი ხო არა ეს მე ვიცი რომ სკოლაში ამის თანატოლები ამისა უკვე იმას ნიშნავენ რა ქვია მას სტრელკაც რო ეძახდნენ თუ რა სტრელკა ქვია თუ რა ქვია ის რა გინდა დობი არა ეხლა მე ბრმა ვიყავი ვერ ვხედავდი ხო მუშაობდი სკოლაში სტრელკას თუ რას ეძახდნენ ჩემ ბავშვობაში ეძახდნენ მგონი სტრელკაც ის არის დროს უნიშნავდნენ მოკლედ და საქმეების გარჩევა და ჭუბები იყო ჰა ჩემ დროსაც იყო ჩვენთან სკოლაში ზუსტად გარდატეხის ასაკში და აი მაშინ უშვებენ შეცდომებს ბავშვები 1000 შეცდომას უშვებენ ხო და ამ პერიოდში უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ რა თან თუ მშობელი დაკავებულია თუ ძალიან ისეთი სამსახური საქმე და რაღაცა ერთადერთი ვთქვათ ან ესეთ შემოსავალი წყარო ძალიან ძნელია და იმიტომ აბევრი ვერ აქცევს ყურადღებას არ არის იური საქმე მოკლედ სამცხა ვენტილატორი მაქვს აი ჩემი პირველი ესეთი ეკონომიური ვენტილატორი ხო და ამაშია გონი 25 ლარი მივეცი დაახლოებით 10 წლის უკან
ხო, ცოტა ძალიან პატარა იყო, კი. მაშინ ვიყიდე ჩხეიძის ქუჩაზე რომ ცხოვრობდით და ვეძებდი მე ესეც, მაგრამ ესეთი ვერ ვიპოვე. ანალოგები, ანუ გააკეთეს, გონი კუსტარულად არის აწყობილი, მაგრამ ეს ორიგინალს გავს. პატარა ისა, კულერივით არის რა, მოკლედ ძალიან ეკონომურია. მატორიც არ ქვია, აი, კულერები რა, კომპიუტერის კულერები. დაბალ ვოლტზე რომ მუშაობს. აი, ესეთია ზუსტად, მაგრამ ძალიან კარგად აგრილებს. აი, მე ხო ისე კარგად მიავებს. სად ვიყავი აქამდე? კარგით, მეგობრებო, ესე ამით დაგემშვიდობებით. ფიქრობ ხოლმე ხანდახან სამსახურიდან ხო არ იმას ვთქვა, ანუ ვიდეოები ხო არ ჩავწერო, ცოტა თუნდაც მოკლე მონახაზით, მაგრამ თან იმასაც ვფიქრობ, ხა თანამშრომელს იქნება არ უნდა და შემთხვევიდან გამოჩნდეს ხო და ნახოთ რომ ესე იგი 21-დან გეგმაში მაქვს ესეთი რაღაცები ვფიქრობ და მოლოდინი მაქვს რომ არ შემეშლება ხელი. კარგით, აბა ამშვიდობის ვიძინებთ ძირინებისად, ძირულ ამბები და ვინც დღისით მიყურებთ წარმატებული დღე. ესე იგი თენდება პარასკევი. წარმატებული პარასკევი. კარგით, აბა დროებით გაგოცეთ.